მოგესალმებით ყველას. ეს ვიდეო არის ყველასთვის, ვინც ამერიკაში ხართ. გაუგზავნეთ მაქსიმალურად ერთმანეთს და უყურეთ აუცილებლად ბოლომდე, იმიტომ რომ ეს არის ვიდეო, რომელიც შეგეხებათ ყველას. იმიტომ რომ ყველას ჯიბეზე დაგარტყავთ და ყველაზე იქონიებს ზეგავლენას. ამიტომ მოусმინეთ ბოლომდე, გეხვეწებით ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს არის დღევანდელი არსებული მდგომარეობა, ყველაფერი ცვალებადია, მე შევეცდები ვიდეოს განმავლობაში მოგიყვეთ ყველაფერი ის, რაც უნდა იცოდეთ, რაც ხდება ტრამპის იმპორტის ომებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღე ალბათ გესმით ტელევიზორში, რომ სხვადასხვა ქვეყნებს იმპორტის გადასახადი გაეზარდათ. ამ შემთხვევაში დღეს მაგალითად 3 თებერვალს ერთი თვით გადავადა მექსიკის ტარიფები, მაგრამ მე მინდა გითხრათ უშუალოდ ქვეყნების მიხედვით, ყველაფერთან დაკავშირებით, როგორი იქნება ფასების სრულებები, იმისთვის რომ გაითვალისწინოთ, სწორად მივხვდეთ, სწორად დააგეგმაროთ და არ აღმოჩნდეთ რაიმე კონკრეტული პრობლემების ქვეშ ჩვენი ქართველი ემიგრანტები ამერიკაში. მოდით დავიწყოთ ამ ეტაპზე განმეორდებით დილით პრეზიდენტმა გამოაცხადა რომ ერთი თვით გადაავადა მხოლოდ მექსიკისთვის 25%-იანი ზრდა, მაგრამ ჩვენ მექსიკას მაინც შევეხებით ამ ეტაპზე და უშუალოდ რომ მოხდეს ის იმპორტის ზრდა, თუ რაზე გავლენას იქონიებს 1 მარტიდან ჩვენ ცხოვრებაზე ამერიკაში. პირველ რიგში დავიწყოთ კანადაზე. კანადაზე საუბარია, კანადას გაიზარდა 25%-ით იმპორტი. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ყველაფერი ეს, რასაც ის აკეთებს, ეს არის მისი ომები, მიმართულია იქით ნავთობის მოპოვების გაძასთან დაკავშირებით. ამერიკას ესაჭიროება უკრაინაში ომის დასამთავრებლად ნავთობის მოპოვების გაზრდა, რომ ფასი ნავთობზე დაარეგულიროს და გაასწოროს. ამიტომ შეიძლება მისი ყველა ეს ქმედება, რაც თქვენ ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში გესმით, იყოთ მიმართული მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ მან ზეგავლენა მოახდინოს სხვადასხვა ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ ნავთობი რეზერვებში და შეუძლიათ ამ ნავთობის მიწოდება ბაზრებზე. კარგით, გადავიდეთ ახლა უშუალოდ საქმეზე. საკმაოდ ინფორმაციული ვიდეო იქნება, შეიძლება ბევრჯერ უკან გადახოვა მოგიწიოთ, ან მოусმინოთ განსაკუთრებით, ვინც მცირე ბიზნესით ხართ დაკავებული და შეიძლება ჩაწერაც კი დაგჭირდეთ, რომ მოინიშნოთ. ანუ ეს არ არის ჩემი რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია, ეს არის ეკონომისტების ნაზავი, რას ველოდებით, რა მდგომარეობა და რა შეიძლება მოხდეს. კანადიდან პირველ რიგში კანადისთვის იმპორტის და ამერიკელი კლიენტებისთვის, ამერიკელი ანუ ადამიანებისთვის, ვინც აქ ცხოვრობთ, ჩვენთვის სავარაუდოდ გაიზრდება გაზის გადასახადი და დამატებით საწვავის გადასახადი, საწვავი შეიძლება გაძვირდეს მიდვესტში, ანუ განსაკუთრებით შუა რეგიონში, იქიდან გამომდინარე, რომ RBOB, ანუ საწვავი, რომელსაც ჩვენ მანქანაში ვასხამთ, დაახლოებით 60% შემოდის კანადიდან, შესაბამისად მასზე 10%-იან ნავთობზე დაწესებული, ხოლო კანადის სხვა ყველაფერზე, რაც შემოდის კანადიდან ამერიკაში 25%-იანი იმპორტის ზრდა მოხდა. ასე რომ ვისაუბრეთ, გაზი გაძვირდება, საწვავის ფასი შესაძლებელია 10%-იანი მატება, ასევე პირველ რიგში რაც დაარტყავს სამშენებლო სექტორს, ეს იქნება ხის მასალის ფასის ზრდა, რომელიც იქნება ასევე 25%-იანი და საკმაოდ რთული იქნება, ვინც აშენებთ სახლებს, ან იყენებთ დაახლოებით თუ ხის მასალას ყიდულობთ კუბურმეტრზე $100 სიტყვაზე, ის გახდება $125. ასევე ერთ-ერთი მთავარი, რომელიც შეიძლება ამერიკის მასშტაბით გაძვირდეს, ძალიან ბევრია იქ სხვადასხვა ყველაფერი, რასაც ჩვენ ჭამთ, ცვამთ, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ კარტოფილი ფრი ამოვიღე, იმიტომ რომ კარტოფილ ფრიზე მე თავადაც არ მეგონა რომ ასე ვიყავით დამოკიდებული კანადაზე, მაგრამ ყოფილ ვართ. შესაბამისად კარტოფილი ფრი შეიძლება გაძვირდეს, ანუ კარტოფილი ზოგადად შეიძლება გაძვირდეს. ეს რაც შეეხება კანადას. აქვე მინდა გითხრათ, რომ საშუალო ეკონომიკური გამოთვლებით, ანუ წელიწადში თუ ამ იმპორტის ზრდა და შენარჩუნება მოხდა, თითოეული ჩვენთაგანის, ვინც ამერიკაში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ, ანუ ერთ ადამიანზე, როდესაც ერთი ადამიანი ცხოვრობს, დაახლოებით $1200-დან $1400-მდე ზრდას ვარაუდობენ ხარჯიშას წლის განმავლობაში, ხოლო ოჯახზე $2200-2400-ზეა საუბარი, აქ საუბარია სამკაციან ოჯახზე, როგორც შეიძლება ჩვენ გაგვიძვირდეს ყველაფერი. ეს იყო კანადა. მე გადავიდეთ მექსიკაზე. მექსიკასთან მიმართებაში, როგორც ვთქვით, ამ წუთისთვის ერთი თვით შეჩერდა, გადავადდა, ვაჭრობენ პრეზიდენტები ერთმანეთში სხვადასხვა სიტუაციებიდან გამომდინარე. მექსიკიდან 488 მილიარდის იმპორტი შემოდის ყოველწლიურად, ძალიან დიდი მაჩვენებელია. პირველ რიგში ზრდა მოხდება თუ მოხდა ბოსტნეული, ასევე ავოკადოზე იქნება ფასის ზრდა საკმაოდ, ავოკადოს ერთადერთი იქნება ალბათ, რომელზეც 25%-იანი ზრდა გაცილებით არ იქნება შენარჩუნებული, მე მგონი რომ უფრო მეტით იქნება. გაძვირდება საკმაოდ პომიდორი, გაძვირდება მარწყვი და ჟოლი. სხვა შემთხვევაში მექსიკიდან შემოტანილი ლუდი და ტეკილაც გაძვირდება, მაგრამ
თუ ვინმეს ძალიან გიყვართ დალევა, შესაძლებელია ამერიკაში ამერიკული ლუდის მოძებნაც და ასევე სხვა ვისკის, ან ბურბონის ჩანაცვლება. ანუ ტეკილა და ლუდი მაინც მოუნიშნეთ, თუ ვინმე ხართ მოსმოყვარულები, მათი ფასები გაძვირდება, მაგრამ მათი ჩანაცვლება ისევ და ისევ შესაძლებელია, მაგრამ ძნელია ბოსტნეული ჩავანაცვლოთ, იმიტომ რომ ყველას გვჭირდება, შესაბამისად, ვისაც მცირე ბიზნესები გაქვთ, მცირე რესტორნები გაქვთ, იცოდეთ რომ მზად იყავით იმისთვის, რომ ფასი შეიძლება პროდუქცია, ანუ თქვენ სალათებზე, რომელსაც ამზადებთ, მოგიწევთ ფასის ზრდა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იქნება, თუ სატარიფო პოლიტიკა იქნება მექსიკასთან შენარჩუნებული. შემდგომ გადავიდეთ ჩინეთზე უშუალოდ. ჩინეთის ამ წუთისთვის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი აქვს და 10%-იან ზრდაზეა საუბარი. და გეტყვით რომ მთავარი დარტყმის ელემენტები იქნება ტელეფონები და ამ შემთხვევაში შეიძლება Apple-იც იყოს უკვე მომდევნო მოდელზე, მომდევნო წლიდან, იმიტომ რომ Apple ძალიან დიდი წარმოება აქვს ჩინეთში, თუ არ მოახდინა გადატანა თავისი ქარხნების სხვა ქვეყანაში, ასევე ნოუთბუქებზე და ტაბლეტებზე, ეგრეთ წოდებულ ტაბლეტებზე, iPad-ებზე მოხდება ფასის მომატი, ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ იქნება ზოგადად სათამაშოები და განსაკუთრებით ბავშვების სათამაშოები, რომლებიც იქნება ფასის ზრდაზე ტენდენციურად დაიწყება და ასევე მე პირადად ნამდვილად ვერ ვერკვევი აი ამ ვიდეო თამაშებში, არც ვიცი, ჯოისტიკები, აი ყველაფერი რაც ვიდეო თამაშს უკავშირდება და შემოდის ჩინეთიდან, ყველაფერი იქნება ზრდის ტენდენციით. მეგობრებო, ვიმეორებ, ეს იმპორტის ომები ჯერობით დაიწყო ეხლა და დაიწყო იმიტომ რომ ამერიკას ჰქონდეს სხვა შემოსავალიც იმისთვის რომ მოახდინოს, როგორც ამბობენ, გადასახადების, საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება და დაწევა საშუალო შემოსავლიანი ადამიანებისთვის, მაგრამ მინდა გესმოდეთ რომ ეს არის ალბათ პირველი ეტაპი და მომდევნო სიაში იქნება დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ინდოეთი, ყველა ეს მიმართულება იქნება გაძვირებული, ამიტომ ძალიან საჭიროა რომ იცოდეთ ეს ინფორმაცია, გაითვალისწინოთ, შეიძლება რაღაცა ბიზნესის გაკეთება გინდოდეთ, ან შექმნა გინდოდეთ და უნდა გქონდეთ ეს ხარჯი, ან გქონდეთ ამ წუთას და რომ არ დაგარტყათ, არ დაკარგოთ, არ მოხდეს უცბად გაძვირება და თქვენთვის არ იყოს შოკის მომგვრელი ეს ეფექტი, ამიტომ ეს ვიდეო მაქსიმალურად გაუზიარეთ ერთმანეთს, ანახეთ, მოусმინეთ და ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი დასკვნები. ეხლა რაც შეიძლება მოხდეს და რა შეიძლება გაგრძელდეს და რატომ არის ეს იმპორტ-საიმპორტო ომები ასეთი სავალდებულო რამ. პირველ რიგში თუ გინდათ რომ გესმოდეთ როგორ არის მოწყობილი ამერიკა, თქვენ აუცილებლად იქნება ლინკი კომენტარებში, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩვენს უფასო 1 საათიან ვებინარზე, გადახვიდეთ, დარეგისტრირდეთ, უყუროთ თქვენს მიერ შერჩეულ დროს უყუროთ და ნახოთ როგორ ხდება საერთოდ, როგორ მუშაობს ეს სისტემა, რა საშუალებები არსებობს და რას გთავაზობთ ჩვენი ჯგუფი ინვესტმენი იმისთვის რომ თქვენ კონკრეტულად შეძლოთ ყველაფერი ამის თქვენი მიმართულებით გამოყენება. მოგიხსენებათ, გაზრდილი ფასები ეს არის ინფლაცია. ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანო მთავარი ეს არის ფედერალური ბანკი. ფედერალური ბანკი აკონტროლებს საპროცენტო განაკვეთს. შესაბამისად, სანამ ეს რისკები არსებობს ფასის მატების, აქედან გამომდინარე სავარაუდოდ ტრამპი გპირდება რომ ჯერომ პაუელს დაელაპარაკება და ხელნურად მოახდენს მასზე ზეგავლენას, მაგრამ ცალკე მდგომი ორგანოა ფედერალური ბანკი, ის არ ემორჩილება პირდაპირ პრეზიდენტს, არც კონგრესს, არც სენატს, ის აკონტროლებს დოლარს, შესაბამისად არ მგონია საპროცენტო ცვლილებები მოხდეს მთელი 2025 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ რეინფლაციური პროცესი ის რაც მოხდა 2021-დან 2025-მდე იმ დონეზე მძლავრი იყო, რომ ძლივს დაარეგულირა ფედერალურმა ბანკმა, core CPI და CPI ჩამოუწია დაახლოებით 2.4-2.5 ნიშნულებზე, ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება მაქსიმუმ 0.25-0.50-ით შემცირება მოხდეს საბაზისო პუნქტით, მაგრამ ნუ გვექნება იმისი იმედი, რომ ამერიკაში საპროცენტო განაკვეთი რაღაცა განსაკუთრებით ისე დაიწევს, რომ ჩვენ შეღავათი ვიგზნოთ და ვიგზნოთ 2025 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით გრძელვადიან სესხებზე, ისეთ სესხებზე, როგორიც არის 10, 20, 30 წლიანი სესხები, ანუ რაც გრძელვადიანია და რეინფლაციის შიში უფრო მაღალია, ავტომატურად ეს სესხები უფრო და უფრო მაღლა შენარჩუნდება და უბრალოდ უნდა მივეჩვიოთ, როგორ გამოვიყენოთ ამერიკული ეკონომიკა, როგორ დავგეგმოთ, როგორ მივმართოთ და ვიმეორებ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკზე, დარეგისტრირდეთ და მოისმინოთ ზოგადად როგორ არის ამერიკა მოწყობილი. ეს საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება ზოგადად მეტალებს, სავარაუდოდ მეტალების ფასები დაიწევს, იქნება ტენკლების ტენდენციაში, არა ყველა ლითონზე, მაგრამ ასევე აგროკულტურული ფიუჩერსები, ისეთი როგორიც არის მაგალითად ყავა, ბრინჯი, ფქვილი, ისინი ყველანი ამ ტარიფების გამო იქნებიან წნეხის ქვეშ, რომ ფასის მატება მოხდეს. ვიმეორებ, ამ წუთისთვის მხოლოდ და მხოლოდ
შესაბამისი რამოდენიმე ორგანო, მაგრამ დაახლოებით თვლად, როგორც სტატისტიკის ბიურო გვჭირდება, ეს წლიურად გამოიწევს ჩვეულებრივი ადამიანის, ანუ მარტო მცხოვრები ადამიანის 1200-1400 დოლარამდე ზრდას, ხოლო ოჯახებში, სადაც სამი სულია, სამი ადამიანი, ანუ ცოლ-ქმარი და ბავშვი, დაახლოებით 2200-2400 დოლარიან ზრდას წლიურად, რაც რომ პატარა პროცენტი ჩვენი ემიგრანტებისთვის წლიური ხარჯის გაზრდა არ არის, ასე რომ გაითვალისწინეთ, გაუზიარეთ ეს ვიდეო, მაქსიმალურად როგორც კი მე არ არის ეს ჩემი ძირითადი მიმართულება, მაგრამ როგორც კი იქნება ხოლმე განახლებები, როგორც კი შემოვა, მაქსიმალურად გაგიზიარეთ, რომ სწორად მიხვდეთ, სწორად ჩაანაცვლოთ, სწორად დააგეგმაროთ, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებით მცირე ბიზნესები, ვინც ხართ ამერიკაში, ვისაც გაქვთ პატარა ქართული რესტორნები ან პატარა ქართული ბიზნესი, თუ არ გეცოდინებათ, როგორ მოარგოთ, როგორ მიმართოთ, როგორ დააგეგმაროთ, ყველაფერი ძალიან გაგიჭირდებათ. ასევე, რასაც გეუბნებოდით მთელი 20-24 წლის განმავლობაში, ყველას, ვინც ხართ სატრანსპორტო სექტორში, მთლიანად შტატების და ბაზრების ცვლილება მოხდება. ის ძველი თქვენს დისპეჩერებს, თუ დისპეჩერები მიყურებთ, დისპეჩერებს გეტყვით. ის თქვენი ძველი მეგობარი ბროკერები, რომლებიც მუდმივად გაძლევთ, რის გაქრებიან, ამიტომ უნდა იყოთ გაცილებით ჭკვიანი, გამოიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები იმისთვის, რომ სატრანსპორტო სექტორში 20-25 წელს არა მარტო გადარჩეთ, არამედ რეალურად წახვიდეთ ფინანსური მოგების მხარეს, იმიტომ რომ კონკრეტული შტატები და რეგიონები, ტვირთები გაცილებით გამოცოცხლდება ის, რაც იწარმოება ამერიკაში. მაგრამ ამ ეტაპზე, რასაც უყურებ, სავარაუდოდ ყველაზე დიდი დარტყმა იქნება დეტროიტზე და იქნება ინდიანაპოლისზე. ინდიანაპოლისში არის კატერპილარი, არა მარტო კატერპილარი და პირველი ინდუსტრია, რომელსაც ტარიფების ზრდა ასე თუ ისე საკმაოდ საგრძნობლად დაარტყავს, ეს იქნება ავტოინდუსტრია. ამიტომ, ვინც ხართ მანქანების გადამზიდავებზე, არ მგონია რომ 2025-ში რაიმე უკეთესი დროება დადგეს, პირიქით შეიძლება უფრო გართულდეს, იმიტომ რომ ფიზიკურად ყველაფერი, როგორც ნაწილების ხარჯი, ასევე მანქანები შეიძლება გაძვირდეს და რაც მეტად გაძვირდება, თუ ხალხს არ ექნება წვომა, სესხები იქნება ძვირი, ავტომატურად უნდა გესმოდეთ, რომ უფრო ნაკლები მყიდველი იქნება. ამიტომ გეხვეწებით, სწორად მოისმინეთ, სწორად მოიფიქრეთ, სწორად დააგეგმარეთ, გაუზიარეთ ეს ვიდეო ერთმანეთს. მაქსიმალურად იყავით ჩვენი გამომწერი, უყურეთ ინვესტმენტს, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით შემოგთავაზოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც იქნება და განახლდება ყოველდღიურად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმედი მაქვს ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ იმაში, რომ სწორად დააგეგმაროთ თქვენი მომდევნო ნაბიჯები. კარგად გრძანდებოდეთ.